წარმომადგენლებს გულში ტკივილად ამოგვეტვიფრა 9 აპრილი. რა დაგვავიწყებს იმ განცდებს და რისხვას. გმირებად არ იბადებიან. გმირებს ეპოქები და მნიშვნელოვანი წუთები ქმნიან. ოღონდ გმირებად ისინი იქცევიან, ვისაც სამშობლოს განცდა ყველაზე მაღალ ღირებულებად აქვთ ჩაგვირისტებული სულში. გმირი ქალია ქალბატონი ლელა ვეთხვაძე. ქალი, რომელიც იმ ძნელბედობის დღეებში იდგა ქარცეცხლში და სუსტი, მაგრამ ამაყი თავისი ტკბილი ხმით ამხნევებდა მოქალაქეებს. გმირებს გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდებათ. ისინი ყოველ წუთს უნდა გრძნობდნენ სიყვარულს და თანადგომას. მოვეფეროთ, სანამ ცოცხლები არიან, გვწერს მარიამ კოზმანიშვილი. ეხლა კი მინდა მარიამ კოზმანიშვილის ლექსი წაგიკითხოთ. სინანულისთვის. რა თქმა უნდა, ბევრს ვითხოვდი, სურვილს მცირე არ ეთქმოდა. სურდა მზედა გაზაფხული მაშინ, როცა გარეთ თოვდა. შეყუჟული ჩემს სენაკში აღვავლენდი ლოცვებს ცოდვად. ქარს ებრძოდა მათხოვარი მე, ლამაზი მსურდა ოდა. სადღაც ომი მძინვარებდა. სადღაც შვილი კლავდა მამას. ზამთრის სარჩოს საბადებლად მე უმარგლავდი პურის ხანას. სენს ებრძოდა მათხოვარი, ავადმყოფი. მერე რა თუ სხვა ან სხვისი. არ მცალოდა მოსავლელად, სადარდელი მკლავდა თვისი. თუნც გულს მტკენდა ძალადობა. სხვაზე მამის, ქმრის თუ ძმისა. აბა ვისი მადლი მომდევს მიმეშვენე, აბა ვისა. რა თქმა უნდა, ბევრს ვითხოვდი. არ ეთქმოდა სურვილს მცირე. ბევრჯერ ჩემი სიხარულით სხვისი სევდა დავამცირე. ნებით არა, უნებურად ბევრს ვატკინე ალბათ გული. ვიღაც მარტო ბერდებოდა, მე მათბობდა სიყვარული. სხვამ თუ არა, შენ ხომ იცი რომ ბოლოკი არ ვარ ღმერთო. რა ვქნა, თუ კი ვერ ვახერხებ მტკივანისთვის სანთლად ვენთო. არ ყოფილა დღემდე ჩემთვის სხვისი ჭირი, ღობეს ჭხირი. უილაჯო სევდისაგან ხომ გინახავთ როგორ ტირი. მაგრამ მაინც სოდვილი ვარ, მებევრება ჩემი სევდა. როგორ მინდა, როცა წავალ, სული მტკივანთ დარჩეთ მზედა. უფალმა განუსაზღვრელ სიხარულს გაზიაროთ, მრავალი კეთილი საქმე გეკეთებინო, უქმესი მადლობა. დღევანდელი დღისთვის, მობრძანებისთვის, გვერდით გომისთვის.